წარმოიდგინე ასეთი რამ. ზიხარ მანქანაში, სადღაც სრულიად უცხო ქალაქში, ან თუნდაც უცხო ქვეყანაში. აჰა. და ალბათ ტელეფონის ნავიგაციას უყურებ, ხო? კი, ზუსტად, იდეალურად მუშაობს შენი ნავიგაციის სისტემა, ეკრანზე ძალიან ნათლად ჩანს მარშრუტი, აი ზუსტად იცი სად უნდა შეუხვიო, სად უნდა შეანელო. ანუ არანაირი სტრესი არ გაქვს მაგ დროს. ხო, საერთოდ, უბრალოდ სრული ნდობით მიყვები გზას და მშვიდად ხარ და უცებ კავშირი წყდება. ეკრანი შავდება. ეგ მართლა ყველაზე ცუდი მომენტია ხოლმე. კი, პანიკა გეწყება. და რას აკეთებ ამ დროს? ინსტინქტურად ამოხრუჯებ, აჩერებ მანქანას და იწყებ გაცხოველებულ ფიქრს. გადარჩენის რეჟიმი ერთვება პირდაპირ. ზუსტად ეგრეა. ტვინი იწყებს მუშაობას, ახლა საით წავიდე. ეს ქუჩა ცალმხრივი ხო არ არის? აქ რომ შეუხვიო, ნეტა სად აღმოვჩენდები? მოგესალმები, შემეცნების მაძიებელო. დღეს ჩვენი ინტელექტუალური მოგზაურობა სწორედ აი ამ მომენტიდან, ანუ ფიქრის და შეცნობის დაწყების ფენომენიდან იწყება. გპირდები, შენს ყოველდღიურობა სრულიად სხვა პრიზმაში დაგანახავს. 100%-ით გეთანხმები. იმიტომ რომ დღეს ჩვენს მაგიდაზე დევს მასალები, რომლებიც ერთი შეხედვით სრულიად შეუთავსებელ თემებს მოიცავს. ხო, აი რო გადავხედე, თავიდან ცოტა დავიბენი კიდეც. კი, წარმოიდგინეთ, გვაქვს ედემის ბაღის თეოლოგიური კონცეფცია. მერე უცებ გადავდივართ დღევანდელი ელექტროენერგიის ტარიფებზე. ვაუ, კონტრასტია. ხო, მერე მოდის საბჭოთა რეპრესიები მიხეილ ჯავახიშვილის მაგალითზე და ბოლოს ქართულ ენაში შემოჯრილი 10,000-ობით უცხო სიტყვა. ანუ, მართლა, რა კავშირი უნდა იყოს ახლა ამათ შორის? ლოგიკური კითხვაა, მაგრამ წყაროს ავტორი ამ ყველაფერს ერთ უზარმაზარ ლოგიკურ და რაღაცნაირად ძალიან მტკივნეულ ჯაჭვად კრავს. და ჩვენი დღევანდელი მისია სწორედ ამ ჯაჭვის გაშიფრვა. ჩვენ უნდა გავიგოთ, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს ჩვენი აზროვნების ფორმა, ჩვენი სახელმწიფოებრივი მოწყობა, ენა და საბოლოო ჯამში ჩვენი ნამდვილი იდენტობა. დიდი ამოცანა გვაქვს. კი, ამიტომ მოდი პირდაპირ დაუბრუნდეთ ჩემს GPS-ის ანალოგიას, რადგან წყაროში მოცემული პირველი იდეა ზუსტად მაგას ეხმიანება. ავტორი გვაწვდის ძალიან პროვოკაციულ თეორიას იმაზე, თუ საერთოდ საიდან იწყება ადამიანის ფიქრი. ეგ ყველაზე საინტერესო ნაწილია ჩემთვის. ხო, იმიტომ რომ აი მთელი ცხოვრება გვასწავლიან, რომ კრიტიკული აზროვნება და ფიქრი არის ჩვენი როგორც Homo sapiens-ის უმაღლესი მიღწევა. კი, პროგრესის მწვერვალად მიგვაჩნია. ზუსტად. ეს წყავროკი სრულად საპირისპიროს ამტკიცებს. ანუ, შეგიძლია აგვიხსნა, რატომ მიიჩნევს ავტორი ფიქრს პრობლემად? სიამონებით. წყაროს მიხედვით ის, რასაც ჩვენ დღეს ინტელექტის მწვერვალს ვეძახით, ანუ ეს მუდმივი ფიქრი, ანალიზი, ეჭვები, სინამდვილეში არის კავშირის გაკვეთის სიმპტომი. მოიცა, ანუ ტრავმული რეაქცია? ზუსტად. ტრავმული რეაქცია ავტორი მიდის ედემის ბაღის კონცეფციამდე და ძალიან მარტივად ხსნის. უცოდველ მდგომარეობაში ადამსა და ევას ფიქრი, აი ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, უბრალოდ არ სჭირდებოდათ. იმიტომ რომ ყველაფერი იცოდნენ. იმიტომ რომ სანამ არსებობდა აბსოლუტთან, ანუ შემოქმედთან სრული და უწყვეტი კავშირი. არსებობდა აბსოლუტური მორჩილება და ინტუიციური ცოდნა. ფიქრი და კითხვების დასმა დაიწყო მხოლოდ მაშინ, როცა ეს კავშირი დაირღვა. გასებლებია. ავტორს მოჰყავს ძალიან ყოფითი, მაგრამ ძალიან ზუსტი ანალოგია ბავშვზე და დენის როზეტზე, ანუ ჩვენ როგორც ვეცახით ხოლმე შტეპსელზე. კი, ეგ მაგალითი ძალიან კარგად ხსნის მექანიზმს, აი როცა მშობელი ეუბრება ბავშვს, რომ არ მიეკაროს დენის წყაროს, მორჩილი ბავშვი არ დგას და არ აანალიზებს ელექტროდინამიკის კანონებს, ხო? ის უბრალოდ ენდობა უმაღლეს ავტორიტეტს, ანუ მშობელს და არ ეხება. ზუსტად. მორჩილ ბავშვს არ ჭირდება ფიქრი იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იყოს, მაგრამ მოდი ვნახოთ, რას აკეთებს ურჩი ბავშვი. ეხება შტეპსელს ალბათ. კი, ის არღვევს კავშირს, არღვევს ნდობას და ეხება დენის წყაროს. მერე ისჩაბა. დენი არ ტყავს, განიცდის ტკივილს და აი მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ფიქრს. ანუ ტრავმის მერე. ზუსტად. ის იწყებს ანალიზს. რატომ დამარტყა? როგორ ავიცილო თავიდან? იქნებ ჯოხით შევეხო? ანუ, წყაროს ფილოსოფიის მიხედვით ჩვენი მუდმივი, დაუსრულებელი ფიქრი და სამყაროს რაციონალიზაცია არის დაკარგული უსაფრთხოების კომპენსაცია. ვაუ.
ეგ მართლა აყირავებს ჩვენს პარადიგმას. კი, ეს არის ფსევდო-დამოუკიდებლობის ძიება, მას შემდეგ, რაც დავკარგეთ ნამდვილი საყრდენი. ანუ გამოდის, რომ ჩემს მიერ ნახსენები ჩამქრალი GPS-ის ეკრანი არის ზუსტად ედემის ბაღიდან გამოძევება. შენ კარგავ კავშირს მთავარ სერვერთან და იძურებული ხარ შენით იწვალო. ხო, იძულებული ხარ შენი შეზღუდული რესურსებით, შენი პატარა ტვინით დაიწყო მარშრუტის დაგეგმო, რაც მუდმივ სტრესს და შეცდომებს იწვევს. აბსოლუტურად სწორი პარალელია. მაგრამ მოდი ეს აბსტრაქტული ფილოსოფია ახლა მიწაზე დაუშვათ ცოტა. დაუშვათ მივიღეთ ეს პრემისა, კაცობრიობა არის გათიშული უმაღლეს კავშირს, არის შეშინებული და მუდმივად ფიქრობს გადარჩენაზე. როდესაც მილიონობით ასეთი შეშინებული, გათიშული ადამიანი ერთად იწყებს ცხოვრებას. როგორ აწყობენ ისინი საზოგადოებას? აი, აქ წყარო ძალიან საინტერესოდ გადადის სახელმწიფოს იდეაზე. დიახ, ეგ არის ზუსტად ლოგიკური გაგრძელება. თუ ადამიანს აღარ აქვს შინაგანი აბსოლუტური წესრიგი და მორალი, რაც იმ დაკარგული კავშირიდან მოდიოდა, მას სჭირდება გარე შემკავებელი ძალა. თორე სხვანაირად დავიხოცებით. კი, სხვანაირად უბრალოდ ქაოსი დაისადგურებს. და სწორედ აქ შემოდის სახელმწიფო. წყარო აღწერს სახელმწიფოს როგორც წმინდა ფორმალურ ხელოვნურ ინსტიტუტს, რომლის ერთადერთი რეალური ფუნქცია სწორედ ამ ქაოსის შეკავებაა. აი, მანდ წყარო ერთ ძალიან ხიშ შედარებას იყენებს ციხეზე. ხო, დაუნდობელი შედარებაა მართლა. მთავრობა და სახელმწიფო აპარატი არის როგორც ციხის ზედამხედველი პატიმრებს შორისო. ვაუ. ანუ, ზედამხედველი, რომელიც არაფერს ქმნის. ზუსტად. ზედამხედველის ფუნქცია არ არის პატიმრების სულიერი ამაღლება ან რაიმე ახალი ღირებულების შექმნა. მისი ფუნქცია უზრუნველყოს, რომ პატიმრებმა ერთმანეთი არ დახოცონ. ის ამყარებს მექანიკურ წესრიგს, მაგრამ თავისთავად არაფერს ქმნის. ხო და თუ სისტემა არაფერს ქმნის და მხოლოდ ზედამხედველობს, ის ხომ მაინც მოითხოვს უზარმაზარ რესურსს ამ ზედამხედველობისთვის. რა თქმა უნდა, რესურსი სჭირდება. მე მგონი აქედან გამომდინარე წყაროში მოყვანილი ელექტროენერგიის გაძვირების მაგალითი. აი, ეგ თავიდან ძალიან უცნაური ნახტომი ჩანდა ედემის ბაღიდან პირდაპირ დენის ტარიფებზე. კი, კონტრასტულია. მაგრამ ახლა ლოგიკა იკვეთება. ავტორი წერს, რომ ქვეყანა პრაქტიკულად არ აწარმოებს საკუთარ ენერგიას საკმარისი რაოდენობით. არ გვაქვს რეალური მძლავრი წარმოება. მაგრამ თბილისი ღამით რომ ნახო, ხო, განათებულია როგორც ლას-ვეგასი. და მერე დენი ძვირდება. იქ კონკრეტულად 5-6 თეთრით მატებაზეა საუბარი ორგანიზაციებისთვის. და ეს იმიტომ, რომ გვაქვს უზომო ხარჯვა რეალური შექმნის გარეშე. ჩვენ ხარჯავთ ენერგიას უბრალოდ ფორმის შესანარჩუნებლად. სრულიად ზუსტია. ეკონომიკური რეალობა პირდაპირ ასახავს სულიერ რეალობას, ხო იცი? კი, აშკარად. როდესაც სისტემა მხოლოდ კონტროლზეა ორიენტირებული და არა შინაარსის შექმნაზე, მან ჩნდება უზარმაზარი ბიუროკრატია. აი, წყაროში მოყვანილია ძალიან მძიმე სტატისტიკა, 340,000 ადამიანია დასაქმებული სახელმწიფო სექტორში. 350,000? წარმოგიდგენია, რამხელა რიცხვია ჩვენი ქვეყნისთვის. იმ ციხის ზედამხედველის დამატებითი ხელები ანუ უბრალოდ ქაღალდებს ატრიალებენ. კი, ქაღალდებს გადაადგილებენ, არეგულირებენ, აკონტროლებენ, მაგრამ არ ქმნიან. და რა არის ამის შედეგი? რადგან ეკონომიკა ვერ ქმნის სიკეთეს, მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი დაქცეულია. ხო, წყაროს მიხედვით დაახლოებით 40% იძულებულია დატოვოს ქვეყანა და საზღვარგარეთ გავიდეს სამუშაოდ, გასტარბაიტერებად. სოფლები იცლება. და მან ავტორი ძალიან მკაცრ გაფრთხილებას იძლევა, ხო? რომ ეს სიცარიელე დიდხანს არ გაგრძელდება. დიახ, ისტორიული კანონზომიერება ასეთია, ბუნება სიცარიელეს ვერ იტანს. ავტორი პირდაპირ ამბობს, რომ თუ ჩვენ დავცლით ჩვენს ტერიტორიებს, მას აუცილებლად შეავსებენ სხვა ეთნოსები და კულტურები. როგორც ეს მოხდა ჩრდილოეთ ამერიკაში ან ავსტრალიაში. ზუსტად. იქაც ხომ ადგილობრივი მოსახლეობა ჩაანაცვლა უფრო აქტიურმა და ენერგიულმა ძალამ. თუ შენ ვერ ქმნის შენს ყოფიერებას, შენს მიწაზე, მოვა ვიღაც სხვა და შექმნის თავისას. მესმის ამ ლოგიკის სიმძიმე. ძალიან ლოგიკურია, მაგრამ მოდი აქ ცოტა სკეპტიკური ვიქნები და შევეცდები ოპონირება გაგიწიო შეიძლება. კი ბატონო, გისმენ. აი, ვინც გვისმენს, შეიძლება სამართლიანად გაიფიქროს, მოიცა როგორ არაფერი იქმნება სახელმწიფოს მიერ. გავიხედოთ გარეთ, შენდება ავტობანები, იგება ახალი გზები, შენდება ეს თანამედროვე იუსტიციის სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა.
კი, ხშირად ისმის ეგ არგუმენტი. თან წყაროში ნახსენებია როგორც წინა, ისე ამჟამინდელი მთავრობების პერიოდები. ნუ თუ ეგ ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის შექმნა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა და ავტორი მაგასაც ეხება. აქ მინდა მსმენელმა კარგად დაინახოს მექანიზმი, რასაც წყარო ხსნის. ჩვენ ახლა არ განვიხილავთ რომელიმე კონკრეტული მთავრობის პოლიტიკურ გემოვნებას. ხო, პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ. კი, ჩვენ უყურებთ სუფთა ეკონომიკურ მოდელს. ავტორის არგუმენტი ასეთია. ეს მშენებლობები, იქნება ეს სააკაშვილის დროინდელი პროექტები თუ ივანიშვილის პერიოდის ინფრასტრუქტურა, ძირითადად ხორციელდება დასავლური სესხებით, გრანტებით ან გარედან შემოტანილი კაპიტალით. ანუ ჩვენი ფულით არა. ზუსტად. ეს არ ხდება ადგილობრივი ორგანული წარმოების შედეგად დაგროვილი სიძლიერით. ანუ, ჩვენ ვსესხულობთ ფულს სხვისგან, რათა დავაგოთ ასფალტი, რომელზეც მერე ვივლით. გასაგებია. წყაროს მიხედვით, ეს არ არის ეროვნული ყოფიერების შექმნა. ეს არის უბრალოდ ციხის კედლების შელესვა ნასესხები ფულით. ეკონომიკური ბაზისი იგივე რჩება. ჩვენ ვართ დამოკიდებული გარე რესურსზე. ოკეი, ახლა სრულიად გასაგებია. ანუ მთავარი საზომი ის კი არ არის, რა ლამაზი შენობა დგას. არამედ ვისი ფულით აშენდა. ხო. რა ეკონომიკური ძალისხმევით აშენდა ის. თუ შენ არ გამოიმუშავებ, მაგრამ ბევრს ხარჯავ, ეს უბრალოდ ილუზია ყოფილა. ეგრე გამოდის წყაროს ლოგიკით. და ათ მივდივართ ძალიან საინტერესო კითხვამდე. თუ სახელმწიფო სინამდვილეში არ ქმნის შიდა სიმდიდრეს და არის უბრალოდ არაეფექტური ზედამხედველი, როგორ ახერხებს ის ხალხის მორჩილებაში ყოლას? ადამიანები ხომ ხედავენ ამ ყველაფერს, არა? როგორ ინარჩუნებს სისტემა ლეგიტიმაციას? და როგორც ხვდები, წყაროს პასუხი ამაზე არის ილუზიები და წარსულის გადაწერა. ზუსტად ეგრეა, როდესაც რეალური შექმნა არ ხდება, სისტემა იძულებულია შექმნას მითები. კონტროლის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ზუსტად ისტორიის სასურველი კუთხით წარმოჩენაა. საბჭოთა კავშირის მაგალითი რომ მოჰყავს მანდ. კი, ავტორი უბრუნდება საბჭოთა პერიოდს, როგორც ასეთი მითოლოგიზებული სისტემის კლასიკურ მაგალითს. მაგალითად, წყაროში გაკვეთაა ნახსენები თემურ ალასანიას ფიგურა და დასმულია ძალიან ლოგიკური ცივი კითხვები მის ბიოგრაფიაზე. დიპლომატი რომ იყო. ხო, როგორ ხდება, რომ საბჭოთა დიპლომატი, რომელიც წესით უმკაცრესი კგბ-ს და იდეოლოგიური კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო, უცებ ამერიკელი ხდება. კი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უცებ ძალზედ მარტივად ხდება ამერიკის მოქალაქე და გავლენიანი ფიგურა. მართლაც უცნაურია. ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ ჩვენი აღქმა ისტორიულ ფიგურებზე ხშირად სრულიად აცდენილია იმ კულისებს მიღმა რეალობას, რითაც სისტემა რეალურად იმართება. მაგრამ ყველაზე ღრმა და მტკივნეული მაგალითი მანდ მაინც მიხეილ ჯავახიშვილის ნაწილი იყო ჩემთვის. ეგ მართლა ძლიერი ნაწილია. ჯაყოს ხიზნების ანალიზი. აი, ამ ნაწილმა მართლა დამაფიქრა. ჩვენ ხომ სკოლიდან გვასწავლიან ამ ნაწარმოებს როგორც ქართული არისტოკრატიის ტრაგედიას და საბჭოთა სისტემის სისასტიკის ასახვას. ხო, წყარო კი ამბობს, რომ ჩვენ ეს წიგნი სრულიად არასწორად გვაქვს წაკითხული. ანუ შეგიძლია განავრცო ავტორის ლოგიკა. სიამოვნებით. ავტორის ხედვა მართლაც რადიკალურად განსხვავებულია. ის ამტკიცებს, რომ ჯაკოს ხიზნები მისი შინაარსიდან გამომდინარე სინამდვილეში წყალს ასხამდა ახალი, ანუ საბჭოთა სისტემის წისქვილზე. მოიცა საბჭოთა სისტემას ამართლებდა? ხო, კი. მოდი შევხედოთ პერსონაჟებს. თეიმურა სხევისთავი წარმოადგენს ძველ ფეოდალურ არისტოკრატიულ კლასს. და როგორ არის ის დახატული? როგორც უნიათო ადამიანი. ხო, სრულიად უნიათო, მოწყვეტილი რეალობას, უნარო ადამიანი, რომელსაც პრაქტიკულად არაფრის კეთება არ შეუძლია. მართალია. მის საპირისპიროდ კი დგას ჯაყო. მართალია გაუნათლებელი და უხეშია, მაგრამ უაღრესად პრაქტიკული ენერგიული ძალაა, რომელიც მოდის და იღებს იმას, რასაც თეიმურაზი ვერ უულის. ესეთი ეგ იყო მათი მესიჯი. ავტორის აზრით, ეს ზუსტად ის ნარატივია, რაც ბოლშევიკებს სჭირდებოდათ. ეჩვენებინათ, რომ ძველი ელიტა დაამპალი და უარგისია. ხოლო ახალი, ეს პროლეტარული ენერგია, თუნდაც უხეში, არის ისტორიული აუცილებლობა. ზუსტად ეგრეა. მით დავლოდოთ გავიაზროთ ახლა ეს მწერალი წერს გენიალურ წიგნს, რომელიც თუ ამ პრიზმით შევხედავთ, იდეოლოგიურად ამართლებს ძველი სისტემის ნგრევას. კი. და ამართლებს ახლის, ანუ ჯაყოს მსგავსი სისტემის დომინაციას. წესით საბჭოთა კავშირს ჯავახიშვილი ხელის გულზე უნდა ეტარებინა, არა? როგორც მათი მთავარი პროპაგანდისტი ლიტერატურაში. ლოგიკურად ეგრე უნდა ყოფილიყო. და ამის ნაცვლად სისტემა მას ხრեց. აი, ეგ არის ყველაზე დიდი აბსურდი. თან
წყარო ხას უსვამს, რომ ის სტალინის რეპრესიებს ემსხვერპლა და თანაც როგორც ავტორი ამტკიცებს, საკუთარი მეუღლის დასმენის საფუძველზე. ეს ხო აბსოლუტური სიგრიჟეა. სრული სიგიჟეა. აი ეს იგივეა კომპანიის დირექტორმა სამსახურიდან რომ გააგდოს თავისი საუკეთესო მარკეტინგის მენეჯერი, რომელმაც ყველაზე მაგარი კამპანია შექმნა მისთვის. და რატო გააგდოს? მხოლოდ იმიტომ, რომ დირექტორს პარანოია აქვს და რაღაც ჭორებზე ეკნიანობს. ძალიან ზუსტი შედარებაა. და სწორედ ამ აბსურდშია წყაროს მთავარი სათქმელიც. ავტორი ამით გვიჩვენებს, თუ რას ნიშნავს, როცა სისტემა ლოგიკასაა მოწყვეტილი. ანუ ისევ ედემის ბაღს უბრუნდებით. ხო, გავიხსენოთ ედემის ბაღის კონცეფცია, როცა კარგავ კავშირს უმაღლეს ჭეშმარიტებასთან და გადადიხარ მექანიკურ შიშზე დაფუძნებულ მართვაზე, შენ კარგავ საღალზრს. ლოგიკა ყდება. კი. სტალინის რეპრესიები არ იყო ცივი გათვლილი ლოგიკა. ეს იყო სისტემური პარანოია და ქაოსი, სადაც ნებისმიერი ჭორი, თუნდაც ოჯახის წევრის დასმენა, საკმარისი იყო გენიოსის გასანადგურებლად. საშინელებაა. სისტემა იმდენად იყო მოწყვეტილი რეალობას, რომ საკუთარ იდეოლოგიურ მოკავშირეებსაც კი ვერ ცნობდა და ანადგურებდა. და ეს ლოგიკის რღვევა, ეს რეალობასთან აცდენა, მხოლოდ ისტორიაში არ დარჩენილა. აბა, ის პირდაპირ გადმოდის ჩვენს დღევანდელობაში და აისახება იმაზე, თუ როგორ ვსაუბრობთ დღეს, როცა კარგავ შენს რეალობას, იწყებ ენის დაკარგვასაც. აი, ზუსტად აქ მივედით ჩემთვის ყველაზე საინტერესო ნაწილამდე. ენის ოკუპაცია. ეგეც ძალიან მტკივნეული თემაა. წყაროში მოყვანილი სტატისტიკა უბრალოდ შემზარავია. ანუ ქართულ ენაში შემოსულია 75,000 უცხო სიტყვა. წარმოიდგინე 75,000. კოლოსალური რიცხვია. და ავტორი ამას არ ხსნის როგორც უბრალო უწყინარ ლინგვისტურ ევოლუციას, ის ამას ყოფიერების ოკუპაციას ეძახის. აი როგორ მუშაობს ეს მექანიზმი. მექანიზმი პირდაპირ კავშირშია იმასთან, რაზეც ეკონომიკის ნაწილში ვისაუბრეთ წინაზე. როცა ჩვენ ვერაფერს ქმნით. ხო. როცა ერი არავითარებს საკუთარ ყოფიერებას, არ ქმნის ახალ ტექნოლოგიებს, ახალ მეცნიერებას, ახალ სოციალურ სისტემებს, ის იძულებულია, რომ ზასახით შემოიტანოს სხვისი ყოფიერება. აჰა. და როდესაც შენ იღებს სხვის შექმნილ რეალობას, მასთან მოყვება მისივე შემქმნელის ენა. ჩვენ აღარ ვქმნით ჩვენს ტერმინოლოგიას, ჩვენ პირდაპირ ვიღებთ Facebook-ი, Messagebox-ი, ტრენდი, კასტინგი. იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიქმნია ეგ ფენომენები. ზუსტად. ეს სიტყვები შემოდის, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიქმნია ის, რასაც ისინი აღნიშნავენ. ხო, და ის მაგალითიც რა მტკივნეული იყო რუსთაველზე. მასე რომ ასაუბარი. კი. ვეფხის ტყაოსანში გვაქვს უმშვენიერესი სიტყვა ბაზმა, რაც სანთელივით მნათობს, სინათლის წყაროს ნიშნავს. მაგრამ ჩვენი ყოფა იმდენად ჩაანაცვლა სხვისმა რეალობამ, რომ ეს სიტყვა უბრალოდ დავკარგეთ. და რას ვიყენებდით მის მაგივრად? წლების განმავლობაში ვიყენებდით რუსულ ზაჟიგალკას, ან საუკეთესო შემთხვევაში აი ამ უემოციო სანთებელას. ჩვენ გვაქვს უმდიდრესი ლექსიკა, მაგრამ არ ვიყენებთ, რადგან ჩვენი ყოველდღიურობა სხვა კულტურებმა ჩაყლაპეს. ეგრეა ნამდვილად. და ამასთან ერთად ჩვენ ვკარგავთ ცნებების რეალურ შინაარსაც. აი წყარო განიხილავს სიტყვა დილეტანტის ეტიმოლოგიას. ვაი, მაგარი იყო? ფანტასტიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ დეგრადირდება აზროვნება. დღეს სიტყვა დილეტანტს ხომ ვიყენებთ როგორც შეურაცხყოფას. კი, როგორც უცოდინარს ან არაპროფესიონალს. ზუსტად. მაგრამ მოდი ვნახოთ მისი ფესვები. ის მოდის ლათინური ზმნიდან დელექტარე, რაც ნიშნავს ახტაცებას, სიამოვნების მიღებას. ანუ, სიყვარულით კეთებას. კი, თავდაპირველად დილეტანტი იყო ადამიანი, რომელიც რაღაც საქმეს აკეთებდა უდიდესი სიყვარულით, ენთუზიაზმით და ვნებით. მიუხედავად იმისა, უხდიდნენ თუ არა ამაში ფულს. მაგარია? ის უპირისპირდებოდა ეგრეთ წოდებულ პროფესიონალს, რომელიც საქმეს მხოლოდ ფინანსური სარგებლისთვის. აი რუტინულად აკეთებდა. ჩვენ კი რა ვქენით დღეს? ამოვატრიალეთ ყველაფერი. ხო, საქმის სიყვარულით მკეთებელი ადამიანი ვაქციეთ დასაცინ ტერმინად და ფულის გამომკეთებელი ავიყვანეთ კვარცხლბეკზე. ეს აჩვენებს ჩვენი ღირებულებათა სისტემის სრულ ცვლილებას. მართლა საოცარია. თუ ჰაიდეგერის ცნობილ ფრაზას გავიხსენებთ, მანდ რომ ენა ყოფიერების სახლია. აჰა, ცნობილი ფრაზა. წაროს ლოგიკით პირდაპირ გამოდის, რომ ჩვენ ახლა საკუთარი სახლი აღარ გვაქვს. და სხვის სახლში ვცხოვრობთ ნაქირავებად, თან ავტორს კიდევ ერთი
ძალიან მძიმე, მაგრამ ზუსტი ანალოგია მოყავს ბავშვის აყვანაზე. კი, ეგ მახსოვს. რომ შენი საკუთარი არ გიჩნდება. მძიმე მოსასმენია, მაგრამ ლოგიკურია. შენ შემოყავს უცხო სიტყვა, მაგრამ ეს სიტყვა ხომ ცარიელ ბგერები არ არის. ის თავის უკან ატარებს იმ კულტურის ფსიქოლოგიას, საიდანაც მოვიდა. ზუსტად. მართლა ასე ძლიერად მოქმედებს თითოეული სიტყვა ჩვენს ფსიქიკაზე. აი, როცა მე ვამბობ ტრენდს, ჩემი აზროვნება იცლება მაგით? ლინგვისტიკასა და კოგნიტურ ფსიქოლოგიაში ეგ ფართოდ აღიარებული მოვლენაა. ენა არ არის მხოლოდ ის ინსტრუმენტი, რითაც ჩვენ შინაგან ფიქრებს გარეთ გამოვხატავთ. ენა არის თავად ის სტრუქტურა, ის ყალიბი, რომელიც აყალიბებს ამ ფიქრებს. ანუ გვაზროვნებინებს. კი, როცა ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ სიტყვებს, როგორიცაა ტრენდი, message box-ი, ივენთი, ჩვენ ნელ-ნელა გაუცნობიერებლად ვეზიარებით და ვითვისებთ დასავლურ, მომხმარებლურ აზროვნების სტილს. ვუცხოვდებით ჩვენი თავისგან. ხო, ეს სიტყვები გვიცვლის სამყავოს აღქმის ლინზას და წყარო ძალიან სერიოზულ გაფრთხილებას გვაძლევს მანდ. თუ ჩვენ უბრალოდ ვიშვილებთ სხვის სიტყვებს და არ შევქმნით ჩვენსას, საბოლოო ჯამში ჩვენი ენა იმდენად დაკარგავს შინაარსს, რომ სრულიად ლოგიკური გახდება დამწერლობის შეცვლაც. ლათინურ ანბანზე გადასვლას გულისხმობ. კი, რატომ უნდა გამოიყენო უნიკალური ქართული ანბანი, თუ კი შენი სიტყვების 80% ლათინური ძირისაა? ფორმა ყოველთვის მიყვება შინაარსს. ეს უკვე ნამდვილად საგანგაშოდ ჟღერს. მოდი ცოტა შევაჯამოთ სიტუაციას, ანამ ფინალისკენ წავალთ. კარგი აზრია. გამოდის, რომ ჩვენი აზროვნება, ჩვენი მუდმივი ფიქრი ხშირად მხოლოდ შიშით გამოწვეული ტრავმული რეაქცია და არა პროგრესი, ხო? აჰა. ჩვენი სახელმწიფოები უბრალოდ ქაოსის მენეჯერები არიან და არა შემქმნელები. ჩვენი ისტორია სავსეა პარანოიდით და მითებით, რომლებმაც ჯავახიშვილისნაირი ხალხი შეიწირა. ეგრეა. და ჩვენი ენა, ეს ჩვენი ყოფიერების სახლი სხვისი სიტყვებითაა სავსე. სად არის აქედან გამოსავალი? ნუ თუ ყველაფერი ასე პესიმისტურადაა, როგორც ვიცი წყარო ბოლო ნაწილში გვთავაზობს გამოსავალს. კი, გვთავაზობს. ოღონდ ეს გამოსავალი არ არის მორიგი პოლიტიკური რეფორმა. ისაუბრობს ნამდვილ, პირად, არაინსტიტუციონალიზებულ რწმენაზე. დიახ, ავტორი გამოსავალს მხოლოდ რადიკალურ სულიერ ტრანსფორმაციაში ხედავს და აქ ის მკაცრად მიჯნავს ერთმანეთისგან რელიგიასა და ჭეშმარიტ ქრისტიანობას. ანუ სხვადასხვა რამეა მისთვის. აბსოლუტურად. მისი თვალთახედვით ინსტიტუციური რელიგია უმეტეს შემთხვევაში გადაქცეულია იმავე ციხის ზედამხედველის დამატებით ინსტრუმენტად. რომელზეც ადრე ვისაუბრეთ. კი. ის უბრალოდ იყენებს შის და რიტუალებს ხალხის სამართავად. გამოსავალი კი არის არა სისტემაში, არამედ პიროვნულ აღიარებაში და აქ მას მოუყავს ძველი აღთქმიდან ერთ-ერთი ყველაზე უძლიერესი და შოკის მომგვრეული მეტაფორა. ოსიას და გომერის ისტორია. დიახ. ეგ მომენტი ნამდვილად უძლიერესი იყო წყაროში, აი ვისაც არ ახსოვს რომ შევახსენოთ. გომერი იყო პინასტარმეტყველ ოსიას მოღალატე ცოლი. მან მიატოვა ქმარი. იმდენად დაეცა და გაუბედურდა, რომ ბოლოს მონად იყიდებოდა. ხო, წარმოიდგინე, საბოლოოდ ბაზარზე შიშველ მონად იყიდებოდა. და ღმერთი ეუბნება ოსიას, რომ წავიდეს, გადაიხადოს ფული და გამოისყიდოს თავისი მოღალატე ცოლი. ზუსტად. და წყარო გვეუბნება, რომ ეს ისტორია არის ნამდვილი ქრისტიანობის, ნამდვილი სულიერი განახლების მოდელი. რატომ? რას გულისხმობს? ავტორი ამბობს, შენ არ მიდიხარ ღმერთთან, იმიტომ რომ ცოტა ინტელექტი გაკლია და გინდა შენს ცოდნას რაღაც დაუმატო. აჰა. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა განათლების სისტემამ ხომ შეგვაჩვია აზრს, რომ რელიგიაც ერთგვარი დამატებითი დისციპლინაა. აი ვისწავლი ფიზიკას, ვისწავლი ისტორიას, ცოტა რელიგიურ წესებსაც დავიცავ. და უკეთესი გავხდები. ხო, ეგრე ვფიქრობთ. მაგრამ არა. ნამდვილი რწმენა იწყება იქ, სადაც შენ აცნობიერებ, რომ შენ ხარ ის გომერი. შენ სრულიად განადგურებული ხარ შენი ამ დამოუკიდებელი ფიქრით, მიხვედი სრულ ნულამდე. ვაუ. და გამოსავალი მხოლოდ ყველაფრის თავიდან დაწყებაშია. ანუ, თუ თანამედროვე ენაზე ვიტყვით და ისევ იმ ტექნოლოგიურ ანალოგიას დაუბრუნდებით, აბა, ჩვენ ხშირად ვცდილობთ სულიერებას მიუდგეთ ისე, როგორც ახალი აპლიკაციის დაყენებას smartphone-ში, ხო? ვფიქრობთ, აი, ახალ სულიერ პრაქტიკას ვისწავლი, ახალ რიტუალს შევასრულებ და ეს აპლიკაცია ჩემს ცხოვრებას გაუმჯობესებს. კი, ეგრეა ხშირად. მაგრამ წყარო პირდაპირ გვეუბნება, რომ
სულიერი გადარჩენა და იმ დაკარგული ედემის კავშირის აღდგენა არ არის ახალი აპლიკაციის დაყენება. ეს არის მთელი ოპერაციული სისტემის ჭაშლა. ანუ სრული factory reset. ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნება. ხო. პავლე მოციქულის მაგალითიც ხომ ზუსტად ეგ იყო. მას ჰქონდა უდიდესი განათლება, სტატუსი, ძალაუფლება. ყველაფერი ჰქონდა იმ დროისთვის. მაგრამ როცა ჭეშმარიტებას შეხვდა, მან თქვა, რომ ეს ყველაფერი ნაგვად ჩავთვალეო. მან გააკეთა სრული factory reset. აბსოლუტურად ზუსტი შედარება ეგ აპლიკაციების და ავტორი იქვე გვახსენებს თუ რა ემართება ამ factory reset-ის მცდელობებს, როცა მას ისევ სახელმწიფო და ადამიანური ფიქრი ერევა. რამე მაგალითი მოყავს მაგისი? კი, მაგალითად მოყავს მარტინ ლუთერის რეფორმაცია. ლუთერის საწყისი იმპულსი ზუსტად ეგ იყო: დაბრუნება ფესვებთან, ინსტიტუციური სიმძიმისგან გათავისუფლება, წმინდა წერილთან პირდაპირი კავშირი. მაგრამ მერე რა მოხდა? მერე ის, რომ გერმანულმა პოლიტიკურმა ნაციონალიზმმა ძალიან მალე გამოიყენა ეს სუფთა რელიგიური მოძრაობა საკუთარი პოლიტიკური და იდენტობის მიზნებისთვის. მათ შექმნეს ახალი ინსტიტუტი, ლუთერანული ეკლესია. ანუ ისევ ჩარჩოში მოაქციეს. დიახ, რომელმაც ისევ სახელმწიფოებრივ საზღვრებში მოაქცია რწმენა. სისტემამ ისევ მოახერხა თავის სასარგებლოდ მოერგო განახლების მცდელობა. ესე იგი სისტემა ყოველთვის ცდილობს კონტროლის დაბრუნებას. კი. ამიტომ ავტორის მტკიცებით, ჭეშმარიტი განახლება არასოდეს ექვემდებარება სახელმწიფოს და არ ცნობს ნაციონალურ საზღვრებს. ის მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური, პირისპირ შეხვედრაა აბსოლუტთან. რა საოცარი წრე დავარტყით მართლა და როგორ შეიკრა ეს ერთი შეხედვით მიმოფანტული თემები ერთად. კი, თავიდან რო ვთქვით, რთული წარმოსადგენი იყო? მოდი საბოლოოდ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ინტელექტუალური მოგზაურობა. ჩვენ დავიწყეთ ედემის ბაღის კონცეფციით, სადაც დავინახეთ, რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი ფიქრი შეიძლება სულაც არ იყოს პროგრესი, არამედ აბსოლუტურ წყაროსთან გაწყვეტილი კავშირის და შიშის სიმპტომია. აჰა. ამ გაწყვეტილმა კავშირმა გვაიძულა შეგვექმნა სახელმწიფოები, რომლებიც თავისთავად ვერაფერს ქმნიან და უბრალოდ ციხის ზედამხედველის ფუნქციას ასრულებენ. და მოიხმარენ ჩვენს ენერგიას. ხო, მოიხმარენ ენერგიას. საკუთარი თავის გასამართლებლად კი ამ სისტემებმა დაიწყეს მითების შექმნა და საკუთარი გენიოსების პარანოიულად განადგურება. ამ ყველაფრის შედეგად კი დავკარგეთ საკუთარი ყოფიერება და ჩვენი ენა გავავსეთ სხვისი სიტყვებით. და ბოლოს? და ბოლოს მივედით იქამდე, რომ გამოსავალი არის მხოლოდ რადიკალურ პიროვნულ განახლებაში, ანუ სრულ factory reset-ში. ეგ არის ყველაზე მთავარი დასკვნა აქედან. მოჯადოებული წრიდან სისტემის შიგნით ვერ გამოვალთ. ნამდვილად ასეა. ახლა კი ტრადიციულად მინდა დაგემშვიდობოთ და დაგიტოვოთ ერთ პროვოკაციული ფიქრი, რომელზეც შეგიძლია დამოუკიდებლად იფიქრო, შემეცნების მაძიებელო. აბა, რა კითხვას უტოვებთ დღეს? დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ შენ არ ქმნის საკუთარ ყოფიერებას, შენ იზოლებული ხარ გამოიყენო სხვისი სიტყვები, სხვისი კონცეფციები და საბოლოოდ იცხოვრო სხვისი რეალობით. ხო და დაფიქრდი ამაზე, როდესაც დღეს ან ხვალ რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებ, იქნება ეს პირად ცხოვრებაში თუ უბრალოდ პოლიტიკურ სიახლეზე ფიქრისას, ის ფიქრი და ის არგუმენტი, რომელიც ახლა თავში გიტრიალებს, ნამდვილად შენი ფიქრია? თუ ისიც უბრალოდ უცხო სიტყვასავით შემოვიდა შენს გონებაში სხვისი ყოფიერებიდან, აი ზუსტად იმ დროს, როცა შენი შინაგანი GPS-ის ეკრანი ჩამქრალი იყო. დაიაზრე ეს, დააკვირდი საკუთარ ფიქრებს და შევხვდებით შემდეგ ღრმა ანალიზზე. მადლობა რომ გვისმენთ.